შესახებ არაპროფესიონალი მხატვრების გამოფენა ფოლკლორის ეროვნულ ცენტრში. ამ ყველაფრის შესახებ ანა მასხარაშვილი მოგვიყვება. სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ნატურმორტები და პეიზაჟები. იმისთვის, რომ ნაფიქრი ტილოზე გადმოსცეს, შესაძლოა პროფესიით მხატვარი არც იყო. ეს გრაფიკა, ფერწერა და ნაქარგი სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომლებს ეკუთვნით. ჩვენი მიზანი იყო, რომ წარმოგვიჩინა ეს ხალხი, რომლებიც ასე ემსახურებიან ქართულ ხალხს ტრანსპორტის მხრივ და ამავე დროს არიან ძალიან კაშთი შემოქმედები. ამ გამოფენაზე წარმოდგენილია 8 თვითნასწავლი მხატვრის ნამუშევრები, ეს არის ფერწერა, გრაფიკა და ნაქარგობა. სხვადასხვა პროფილის შემოქმედებითი ნიჭის მქონე ადამიანები ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა გააერთიანა და საგამოფენო დარბაზი დაუთმო. გამოვფინეთ როგორც სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლების ნამუშევარი და საზოგადოებას გვინდა გავაცნოთ ჩვენი შემოქმედებითი ნიჭიც. ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ორი არის პროფესია, სამუშაოა და მეტად უფრო ეს უფრო ხაეროვანია. გამოფენაზე 100-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი. თვითნასწავლი მხატვრების ექსპოზიცია დღეს გაიხსნება. მეტწილი არის ძველი თბილისი, აგერ მაქვს გერგეთის სამებასთან მოფარიკავეების სცენა, ნატურმორტები მაქვს და ასევე 9 აპრილი მაქვს, რომელმაც ძალიან იმოქმედა ჩემზე და აი 9 აპრილის გავლენით დავხატე ერთ-ერთი სურათი. ჩემი წარმოდგენა არის ძირითადად ესე დაქარგული ნამუშევრებია, ჩვეულებრივი ბულგარული ჯვრით შესრულებული, სპეციალურ მატერიაზე, კანვაზე და მულინის ძაფებით. ძაფები ირჩევა ფერების მიხედვით და არის ეფექტი უბრალოდ მიიღწევა იმით, რომ არ არის არც ერთი შესრულებული ერთი ფერით. გამოფენის მიზანი თვითნასწავლი მხატვრების შემოქმედების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობაა. ექსპოზიცია რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება.